აი მე უკვე აქეთ გამოვიტანე, ანუ კვანძი გავაკეთე, აი ძაფზე რა ეს ნემსე რაც მქონდა ხო ძაფი მითი გავაკეთე კვანძი და გამოვიტანე აი აქეთ, სადაც ნახეთ, აი საიდანაც გმინდა რომ ეხლა ეს ადგილი შევავსო. აი ესე გვაქვს ეხლა. აქ გრეხვა არის კი გრეხვა უკვე მაქვს გაკეთებული. უბრალოდ ეხლა ვფიქრობ რომ აქ ესეთი ხვრელი დავტოვოთ, ასეთი დიდი, აქეთ მეორე მხარეს ესეთი დიდი ხვრელი არ გვაქვს და ამიტომ ვფიქრობ რომ შესეკ შევადარებ და როგორც აქ გვაქვს, ესე იგი აქ კავშირი არის როგორც ამასთან, აი აქ. ხოთ მე მინდა მაინც აქედან იქით. აი აქ შევა. აი ესე. ესე მაქვს ეს მოვჭიმავ და უკვე მე მგონი ისეთი აი ისე ძალიან დიდი ის აღარ იქნება. აი ესე და აქეთ მოდით აქ ახლოში ისე ერთი კი გამოტოვე, მაინც ერთის გამოტოვებით შესაძლებელია აქ აუცილებლად კიდევ ერთხელ. ესე და ეხლა აი ამ ბორთულაში ერთხელ გავატაროთ ამ გაჭიმულ ძაფში. ეხლა აქ მე დავამაგრებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს დავაფიქსიროთ, მაგრამ თან ჭირდება შესვლა ხოლმე, ჯერჯერობით არ დავამაგრებ. კარგით იყოს ესე როგორც არის ჯერჯერობით. ეხლა აქვე შევალ მომდევნოში და ამოვიდა აი აქ მაინც ჭირდება ხოლმე ესე ამოტრიალება ბურთულას. აი ესე აქ კიდევ ერთხელ ესე მოვკაჩვოთ. შემდეგი აი აქ. ოპს. სინდა კიდევ ერთხელ. ეს. მოვკაჩვოთ. აქეთ. მოკლედ აქ ამოვიყვანი ეს კარგად, ესე იგი ხაზოვანი ის რო იყოს უკვე აქ მზად. უზორი ესეთი ბადის. აი ეს. ვნახოთ, აი ესე. აი აქ იქნება ზონარი, აი აქ გაივლის ზონარი. შემდეგი აი აქ მაქვს. დეტალა შევხედოთ კიდევ. და კიდევ ერთი აი აქ შევიდოთ. კიდევ ერთია ნახეთ, აი აქ არ გამოტოვოთ, აქ ჯობია ყველაში შევიდეთ. საფერაც გაიჭიმა იმაში კიდევ ერთხელ. და ფაქტიურად მე მგონი ეყოფა. იმიტომ რომ ზემოთ იქნება ესეთი ხაზოვანი ნაკსოვიან, ეს თვითონ მე მგონი, აი აქ ეს ზოლი და ამასთან პირდაპირ ზონარი დაკავშირდება. აი ესე გვაქვს ახლა ჩვენ. ხაზემოდან მინდა დავხედო, რომ კარგად შევამოწმო. აი ეს გვაქვს აქაც. მოდით იქით დავამთავროთ, აი აქ დავამთავრებ. აი ბორთულას ნაწილზე. და ხო, მე მგონი ეყოფა. ანუ აქ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ
კვანძი, მაგრამ ეხლა ცოტა მოუხერხებელი. აქ რახან ბურთულაში კარგად რამდენჯერმე გავატარებ და კვანძი აღარ დაგჭირდება მაგ შემთხვევაში, ნახეთ. ბურთულა საკმაოდ მჭიდროა და ამიტომ აქ გახსოვთ, ერთხელ უკვე ესე ვცადე და ესეც დავამთავრე. საკმაოდ მჭიდროა ნამდვილად. გასვლაც კი უჭირს. ერთხელ და კიდევ ერთხელ სხვა მიმართულებით. ერთი და კიდევ აქეთ წამოვყვები, აი ესე. ოღონდ ისე რომ აქ შესამჩნევი არ იყოს, ხო, მაინდა-მაინც. ესე უნდა გააკეთოთ. შიგნით. ეს უკვე შიგნით, ახლა ნახეთ, აი ესე და ცოტა ქვემოთ ეცადეთ, ზემოთ მაინდა-მაინც არ იყოს. აი ესე. აქ მოვჭრი. მორჩა, ეს პატარა ძაფი მორჩა. აქ დავაბრუნოთ ეს ჩვენი ნიშნული. უბრალოდ კინძის თავით, რომ ესე. აი ესე გვაქვს ახლა ჩვენ. აი ესე. აქეთაც გეტყვით, რომ ახლა ვიცი თუ ჩანს. აქეთაც არ გვაქვს აი გაკეთებული ნაკსოვი და აი ეს კი მაქვს ძაფი დარჩენილი აქეთ. აქაც შემეძლო ეს რო გამეკეთებინა. აი აქაც ნახეთ. აქ არ არის დამთავრებული. კარგით, მოდით ამ ძაფით ამას დავასრულებ. თან დავჭდები, ახლა ზემოთ უყურებდი და აი ესე გვაქვს. ახლა აქეთ წამოვალ ჯერ. ხო? და აი აქ ქვემოთ მოახვედრეთ ძაფი. ესე. კარგი გრეხვა გამოგივიდეთ. აი ეს. აქ მოდით ესეთ ბადის გავაკეთებ და დავტოვებ. და მე გამოგვადგება. ნახეთ, აი ეს. აი ეს ქვემოთ დავტოვეთ. აი ეს თქვენი სამუშაო ძაფი. აი ეს ნახეთ, აი ეს გამოგვადგება როგორც ბადისთვის, როცა ზონართან მივამაგრებთ. აი ეს. შემდეგ ახლა აქეთ კიდევ წამოვალე, ცოტა პატარა ბიჭს გავაკეთ. აი ესე. და ახლა აქაც ფაქტობრივად ეს ბადისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ აი ეს არკა. პატარა არკა, მაგრამ აქ არ დაგვაუწყდეს, მე ცოტა ქვემოთ შედის. აი ეს. როცა ზონარს გავაკეთე. და ახლა მე შემიძლია აქ ჩავიდე. აქეთ ეს რო შევავს, ოღონდ ისე გავაკეთოთ. აქ საკმაოდ, არა, აქ არ არის ძალიან მჭიდრო, ჩვეულებრივად ის. აი აქ შეხედეთ, სად როგორ აი ესე ფიქრობ, აი ეს არის. აქ რამდენი გვაქვს ძაფი? უბრალოდ თვალი 1 2 3 4-ია. ესე თავისუფლად 1 2 ნუ აქ მეგონი კარგი. ანაკ აი ეს. ანაკ შედით ანაკ. მოდით აქეთ შევალ. და ახლა აქეთ გამოვიტან ძაფს, რომ აქეთ უნდა წამოვიდე, ხო? აი აქ მინდა რომ დავაკავშირო. აი ეს. აქ ზებნოთ. აი ესე. გამოვიტანოთ. და აი იმავე ძაფში, ხო? აი რომელიც გაიჭიმა, ეგ აი ესე გრეხვისთვის გჭირდება. ეხლა აი აქ არ ვიცი თუ ჩანს ეხლა ეს. ნახეთ აი ეს ადგილი. აქ ერთს გამოვტოვებ, აი ამას ტოვებ და აი აქ აი ესე.
აქ ბევრი ის თვლები არ მაქვს, მაინც ისე ვატყობ. მაგრამ აი მაქსიმალურად გამოვიყენებ მაინც რაც არის. აი აქ შევა. ისევ ამ ძაბში. აქეთ მხარეს, აქ ნახოთ, ყველაში შევდიოდი, მაგრამ აქ რატომღაც ცოტაა თვლები და მოდით ერთის გამოტოვებით აქ გავაკეთებ. თარია დავაკავშიროთ. ხო. აი ესე. ნახოთ აქ კიდე, აი აქ და მორჩა ფაქტიურად. აქეთ ღილაკზე აღარა გვაქვს მეტი ეს თვლები, რომ სადაც შეიძლება რომ დავაკავშირო. ესე და ამ ძაბში კიდევ ერთხელ. ხო. ეს. ეხლა აქეთ შევხედოთ. აი აქ შეიძლება შესვლა. ესე და აი ეხლა ვფიქრობ, რომ აი აქ საიდანაც ეს ძაფი გამოდის, აი მან შევალ. ხოთ ისე რომ კარგად ამოვიყვანოთ თამაც. აი ეს გრეხვაც გამოგვივიდა და აქ შეიძლება კიდევ ერთხელ, აბა თუ ჩანს. აი აქ ერთი ეს არის კიდე თვალი დარჩენილი, აი ეს. აი მორჩა. აქ მორჩა. ეხლა ეს ძაფი არ ვიცი გამოვიყენოთ თუ არა. უკვე როცა ამას აი აქაც გვინდა ჩვენ ბადის გაკეთება. ნახეთ, აქ ხო გვაქვს ბადი, აქ არ გვაქვს. ამისთვის გამოვიყენებ ზუსტად აი ამ ძაფს. ეხლა აქ მე დავამთავრე ესე ვთქვათ, მაგრამ აქ ცოტა კვანძი კარგი იქნებოდა. და ესე გავატარებ, ნახეთ. მინდა რომ აქ მოვიდე ხა ამ ძაფით. ეხლა ზედმეტ აი ამ კინძის თავებს მოხსნი, რომ არ შემიშალოს ხელი. აი ეს. ესენი იყოს ჯერჯერობით, ხო? ესენი არ გვიშლის ჯერთან. აი ესე. ეხლა რო არ ჩანდეს, ხო, თან. აქ გავატარე, მაგრამ ეხლა ცოტა ქვემოთ უნდა ჩავიტანო ისე. თორე ძალიან გამოჩნდება. ეს როცა ძაფებში ატარებთ, უფრო აფიქსირებთ კიდეც, მაგრამ როცა ქვემოთ წაიღებთ, უკვე იქ რა თქმა უნდა აფიქსირება აღარ იქნება, უბრალოდ გადაადგილდებით მაგ შემთხვევაში. აი ესე. ხო. ეხლა ქვემოთ ჩავალ უბრალოდ, აი ეს ჩავმალა უბრალოდ. თვითონ კინძის თავებს ამოვიღებ. აი ესე. თუმცა გამოჩნდა, იხედავთ, ეს არ მომწონს. არ გვინდა ესე რომ ჩანდეს, აი ნახეთ, აი აქ გამოჩნდა ძალიან ეს რაც ჩავიტანე, ძალიან ახლოში უნდა ჩაიტანოთ. მოდით, ჯობია აი ეს ნახეთ. აი ეს, მორჩა, აქ არ ჩანს ნამდვილად. და ეს დავაბრუნოთ. ესეც დავაბრუნოთ. ეხლა აქ ვეცადოთ, რომ ეს კინძის თავები ზემოთ მოხდნენ, ხო? აი ეს. ან მოვედი იქ, სადაც მინდა რომ გავაგრძელო მიქსოვა. აი აქ მაგ ნახეთ, აი ესეთი. ზოგჯერ აქ მევამაგრებ, აქეთ ამ მხარეს. ესე. ეს ცოტა ესე. და აქეთ კიდევ ერთხელ, ეხლა სადაც გავჭიმე ძაფი, ხო? ფაქტიურად ჯერ არ გამიჭიმია, მაგრამ აიც მინდა რომ გრეხვა გამომივიდეს და აი ესე აირჩიეთ იქ რამე თვალი, იმაში, ესე აქეთ რო წამოხვიდეთ და მე იქი წახვალთ უკვე. კიდევ აქეთ. ეს გადმოვატრიალოთ, აი აქ არის ესეთი ქვემოთ ძაფი. ოღონდ ორ ძაფში მახსოვს შევდიოდი ხოლმე. და აქაც ესე უკეთესი იქნება. ესე. მოვკაჩოთ აქ საკმაოდ ჭიდროდ იყო და მე უკვე ბადია, აი ამის შემდეგ უკვე ბადია.
ეს ადგილია. აწრიპინებს და იმედია ძალიან არ გიშლით ნერვებს. აქ გავატარე. აი, ხა დაიწყება უკვე ბადის ქსოვა, თუმცა ეს ჩემი ნიშნული, ხო, ეს ცოტას მიშლის აქ, მაგრამ თან საჭიროა. აქ კიდევ გვაქვს, ხო, ესეთი ნაქსოვი და აი, აქ კიდევ ერთხელ დააკვირდით ეს ძაფი სხვა ძაფია რომ შეგეშალოთ აი ეს. ეხლა წავიდეთ აქეთ მხარეს, ხო, აქ უკვე ბადის ვთქვათ დავაწყნით. აი ესე. აი ესეთი რაღაც ესეთი არკასავით დავტოვოთ. შემდეგ ხეს კი მაგ ესეთი თქოს დაფიქსირებული, მაგრამ მაინც წევ, იმიტომ რომ ეს ნახოთ, ეს რამაზად არის. ეს წვანაცვლებ რომ მიშლის ხელს. და აქეთ ხოთ კარგად რამდენიმე ძაფი. აი აქ შევარ. ამას მაინც მოხსნით ჯერჯერობით ძალიან მიშლის და აქ მაინც თავისუფლად ვქსოვ ახლა ამ ბადეს არ ჭიმავთ და აი ხედ რამდენიმე ისეთი არკა გავაკეთეთ. კიდევ შეიძლება აქეთ გაგრძელება, საბოლოოდ რაღაც აი აქამდე უნდა ავიდეთ, აი აქამდე. ხო. და კიდევ გავაგრძელებთ. აი ეს. იმედია მეყოფა ეს საფი ცოტა პატარა მეჩვენება. ესე ახლა აქ აი ესე გავაკეთებ, რო კვანძივით დაფიქსირდეს. აი ესე. და ახლა აქეთ წამოვიდეთ. ამეიყვანეთ. ესე და აი ამაშივე. აი ეს უკვე მეორე ესეთი შრე ესე. მეორე შრე დავიწყე. აქაც ნახეთ ეს არ დაგემალოთ. აი ესე. აქეთ და აი ეს. აი ესე ჯობია. აი ეს. აქეთ უკვე შეგვიძლია ცოტა ზემოთ. აი ეს. და კიდევ ერთხელ გავატარებდი, აქაც დავაფიქსირებ, როგორც კვანძს იქით. აქეთ მხარესაც ესე გავაკეთე. დაფიქსირეთ. ესე. ახლა აქეთ. ანუ ახლა მესამე შრე არის ესეთი, ხო? ფენა. აი ესე. და აქეთაც აი ესე. სასურველი ერთნაირი ზომის გამოგივიდეთ. და აქეთ გადავაადგილდები კიდევ. აქ რამდენი შრე გვაქვს, მოდით. 1 2 3 4 სადღაც. ნახოთ თუ გვაქვს ეს დაფი. აქ გადავაადგილდები, რა თქმა უნდა, მაგრამ ძაფი ვფიქრობ არ მეყოფა და აი ესე გვაქვს, აქ კიდევ გამოვატარებ, აი ეს კვანძივით ესე დავსვი. ეხლა აქეთ თავის თავში ესე კიდევ ერთხელ და ფაქტურად აქ დავამთავრებ მე. აი ამ ადგილას ხო
ეს კარგად ესე მივცეთ აქ რაღაც თავიდან აქ რაღაც არასწორად გავაკეთე ესე აი ესე და აი ეს აი ესე გვაქვს სულ ესე ვაკეთებდი და ბოლოს მოკლედ საფი არ ყოფნის და ამიტომ აქ უნდა დავასრულო ახლა მე აი ესე გავატარე ნახეთ დააკვირდით კვანძი რო გამომივიდეს მოკლედ ესე აი ესე მაგ ახლა აქ გაითვალისწინეთ რომ იქ კიდევ არის არკები რომელიც უნდა გამოვიყენოთ აი ეს არკა რომელიც აი როცა ზონარი გვექნება აი მასთან დავაკავშირებ აი ესეთი კარგი ცოტა დიდი მეჩვენება ესე ესენი არკები მაგრამ და იყოს კარგი ეს რა თქმა უნდა შევმალოთ ქვემოთ მორჩა ესე იგი ეს უკვე მზად გვაქვს უკვე ზონარის მიმაგრებაზე გადავალთ აქ დავამაგროთ ესე მოკლედ მე მგონი აღარ ვჭირდება რაღაც ხო ეს ძაფის ბოლო აუცილებლად შემალეთ და ბოლოს უკვე როცა და მოხსნით ამ პენოპლას მე დავაფიქსირებ რაც ისეთია დაგვრჩარას და საფიქსირებელი ხა უკვე თავი არ შეგუშალოს ხელი ეს ძაფიც მოგვრჩა ჩვენ აქ თუმცა ნახეთ ფიქრობ რომ ერთი მხრიდან რომ დავიწყებ აი აქედან ვფიქრობ დავიწყოთ ზონარი და როცა აქ მოვალ შეიძლება ეს დაგჭირდეს რა აქამდე ბოლომდე მისასვლად ნახოთ მაინც მინდა რომ გამოვიყენოთ და არ გადავაგდოთ ისე ეხლა აი ჩვენი ზონარი ეხლა ამ ზონარს აქვს თავისი ნახეთ აი ეს გვაქვს აი ესე შეგვიძლია აქედან დავიწყოთ აი ამ ზონარის კიდე გამოვიყენოთ და მოდით ეს ძაფი აქეთ გვერჩევნია ხო აქეთ ჯობია იყოს მოახედროთ ეხლა ესენი უნდა დავაფიქსიროთ ეს ჩვენი ზონარი უნდა დავაფიქსიროთ იმიტომ რომ არ ქონდა ეს დაფიქსირებული მოქსოვილიც არ ქონდა დაახლოებით ეხლა ზომას გეტყვით აი აქ დავაფიქსირებ ჯერ აი ესე როგორი ისიც აგავთ ხო ჩამს ის აი ეს ყელი ნახავთ ესე აი 30 სანტიმეტრია 30 ესეთი სიგრძეა მეორე მხარეზეც ასეთივე აი მეორე ზონარი გვექნება უბრალოდ იქ სხვა უზორი იქნება ხო არა უშავს უზორი განსხვავებული იქნება იმედია რომ თქვენ უკვე დამოუკიდებად გაართმევთ თავს და შეძლებთ რომ გააკეთოთ ეს ყველაფერი. ეხლა აქ მიჩვენა ძალიან გრძელი ძაფი მაქვს და არ ვიცი რამდენად საჭიროა ხელა სიგრძე. აი ეს ბოლო რაც აქვს. კარგი, ცოტას მოვუჭერ, იმიტომ რომ მოუხერხებელია ძალიან გრძელი ძაფის ისა. ესე გადავჭრით და აი ესე მაინც გრძელია, მაგრამ ახლა უფრო ისეთია. ზედმეტად აღარ არის. კარგით, აი ეს გვაქვს ახლა ჩვენ აი აქ. ეს ძაფია. აი ეს გვაქვს აქ კიდე. ხარ ვიცი რამდენად ჩანს ეს ჩვენი კიდე. მხოლოდ ჯერ არ დამიფიქსირებია ბოლომდე, ხო? აი აქ დავაფიქსირე ეს მხარე. აქ შუაში დავაფიქსირებ კიდევ. გავანაწილოთ კარგად. აი ესე, ცოტა გრძელი მეჩვენება, მაგრამ გონი არ აღუშავს, ხო? აი ესე და ახაც აი ესე, უბრალოდ აქ აღარ მინდა რა ხანი ხა უკვე მივამაგრებ და უკვე დაფიქსირებულიც იქნება. ეხლა აბა თუ კარგად აგვაქვს ჩანს იმედია. აი ამ კიდეში შევიყარ, აი ამ ნაპირა ესე კიდე რაც გვაქვს, აი იქ. აი ეს. ეხლა
აი ამ კვილანაში ქვედა, ესე იგი აქ ზედა კვილანებს არ ეხებით, ხო ხდებით? სულ ქვედა კვილანებში უნდა შეხვიდეთ ხოლმე, იმიტომ რომ ერთი მხარით უნდა მივამაგროთ. აბა ვნახოთ, აი ესე გვაქვს. ძაფში, გაჭიმულ ძაფში ეს გრეხვისთვის, მე მგონი ხვდებით, აქ კიდევ ერთი არა წყენს. ძალიან მოძრაობს ეს. აი ესე. მოვქაჩოთ. კარგია. ეხლა აქ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ, ხო? აი ესეთი არგები მამისთვისაც არის ზუსტად დატოვებული, რომ გამოვიყენოთ. ეხლა აქ ვფიქრობ, რომ გამოვტოვოთ თითო, ხო? თუ არ გამოვტოვოთ, მოდით აქ შეიძლება რომ გამოვტოვოთ პრინციპში. ერთი კვილანა გამოვტოვე, მოკლედ. ეხლა აქეთ, ხა ვხედავ ვერაფერს, ცოტა გადავალთ. აი აქაც შევიდოდი. შემდეგ ვნახოთ ეს აქ კვილანა. ერთის გამოტოვებით ისე შემდეგ აქეთ გვინდა ავანტენისე აი კიდევ ერთხელ აი აქ ეხლა აქ მე კიდე დავამაგრებდი მაგალითად რომ აი ეს მაქსიმალურად სწორი იყოს არ მინდა რომ ეს ჩაღმავებული ადგილები იყოს სწორად დავამ აი ესეთი სწორი მქონდეს მაქსიმალურად შევეცდები. აი ესე ეხლა ძალიან შორს აღარ წვა, ნახეთ აქ ხო ვიყავი. ერთს აღარ გამოვტოვებ, იმიტომ რომ აქ საკმაოდ ისე შორს გამოგვივა დიდი ხვრელები. ეს გამოვიყენოთ ჩვენ ეს ხვია ესე ვთქვათ არკა და შევხედავ ახლა ვფიქრობ რომ აი ამაი ხო აი კიდევ გავატარე აი ძაფში აი ესე ახლა აქეთ გადმოვიდეთ აქ ფაქტიურად აი ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ამაკ არკა იყო და ეს არკა გამოვიყენე ერთი არკა ესე აქაც ეს არ გამოვტოვებ ჯერჯერობით აქ კვილანებს ყველას გამოვიყენებ კავშირისთვის ჩავაბრუნოთ ახლა აქ შევალ კიდევ
გამოვიყენებ. გადაბულად უყურეთ ყველაში შევდივარ. ახლა აქეთ. აი აქ გვაქვს. ახლა ეს კონტროლა ხვედროთ საფი. შემდეგ აი აქ. აქ საკმაოდ მჭიდროდ, ანუ ისეთია, არ არის დიდი ხრელები, კარგია. აქში ვხედოთ. ხა ვერ ხედავ მე აქედან უკვე უნდა მოვატრიალო. შენია რომ ესე კარგად დავიკავ და თქვენც კარგად შეხედავთ. აი აქ ვარ. აი ესე. ესე იგი. აქეთ ვიყავი, ეხლა აი აქეთ ვიდა, ხო? აი აქ ვიყავი, ეხლა აი აქ. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა კიდევ აი ამ ძაფში რაც გაიჭიმა იგივე ძაფში, რომ იქით უნდა წავიდეთ, იქით ხარეს. ამას მოვხსნი ახლა მე ზედმეტი ამებსაც მოვხსნი. ძალიან მიშლის რატომღაც ისე. აი ესე. ხო. ეხლა აქეთ ხარეს. აქ ძალიან მჭიდროდ მივდივარ, ხედავთ ხო? ყველა კბილანას ვიყენებ ჯერჯერობით. აქ მე მგონი ცოტა გამოტოვება დაგჭირდება, იმიტომ რომ ქვემოთაც ესეა ეს ბადე ცოტა ფაშარია და შესაბამისად აქეთ ამ ხრიანაც ესე მოუხდება უფრო. აქ გავიაროთ ესე მჭიდროდ. შემდეგი აი აქ მაქვს ეს ფიქრობ რომ აი ესე მოცებ ესე კარგად გამოვიდა. თუ აქ ვიყავით უკვე. ხო, ეს ახლა დააგვირდით. აი აქ ვნახეთ, ეს ძაფი აქ ჩადიოდა უკვე, ახლა მომდევნოში. ნუ დაიაკეთ. ეს. აქ შეგვიძლია უკვე ცოტა გამოვტოვოთ, იმიტომ რომ აქ უფრო წინ წავედი, აქეთ ხარეს ვიდრე აქ. აი ერთ კბილანას გამოვტოვებ და მომდევნოში ეს გადავდოთ, აი ესე. აი ესე. ой, პერიქით. ხო, პერიქით გამომივიდა, აი ესე. ქვემოდან. აქ უკვე მოვედით ახლა ფაქტიურად. აი აქ შევალ, ახლა კვანძი სადაც გქონდა. მოდით ეს. ეს ძაფი მე დაიმალება კვანძის ესე იგი შემდეგ რო ეს ძაფის ბოლოა. ვჭიმოთ და აქ კიდევ ერთ კბილანას გამოვტოვებ, აქეთ ერთს და აი აქ გამოვიყვან. ესე და აი ეს. აქეთ როგორც გითხარით, ახლა ცოტა კბილანებს შორის ესე იგი ადგილებს ვტოვებთ. ახლა აი აქ ნახეთ ეს არკა. მას უნდა დავკავშიროთ. აი ეს.
აქ შევხედოთ ახლა აქ მოდით არ გამოვტოვებ, იმიტომ რომ აი აქ უნდა დავაკავშირო და ძალიან შორს წასვლაც არ არის კარგი, ხო? აი შეხედეთ თქვენ. იქ სადაც უფრო სასურველი ახლოში გააკეთეთ. აი აქ ახლა ხო, ეს გვინდა. ისე. საკმაოდ კარგი უზორი გამოდის. აქ დავაკვირდეთ, ნოდით აქ შევალ, გადავმოვართ ისე, მომდევნო კბილანაშიც. მოვიყვანოთ ისე. ესე. და შემდეგ აქ შეგვიძლია გამოვტოვოთ. აქაც გახსოვთ ხო, აქაც ხრელი იყო. აქაც ესე გავაკეთოთ ახლა. ერთს გამოვტოვებ და აი აქ. ესე. აი ეს. აქაც დიდი ხრელი ცოტა ნაპირა ადგილას. აი ესე. აქ ახლა მოდით გავავრცელოთ ხო? მოდით აქ ჩავიდოდი ახლა მე აქ. სადაც უკვე არის პრინციპში დამაგრება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავივლი მაგ ადგილს. ამას მოხსნი. აღარ გვინდა. შევხედოთ, აქ მოდით პირდაპირ აი ამ პილანაში არ გამოვტოვებ. შემდეგ აქ არ აქვს ეს ძაფები ხო, ამიტომ როგორც ვაკეთებდით ხო, თქვენოდან ამოვდიოდი ხოლმე და ეს აქ გავივლით მჭიდროდ ახლა კბილანებში მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველა კბილანაში შევიდეთ. ეხლა აქ თუ დააკვირდებით თითქოს ესეთი კლაკნილია, მაგრამ ჩვენ როცა უკვე ესა პლასტიკურ ფირფიტას ჩავაქვენთ, იმ პლასტიკურ ფირფიტაზე უნდა მაინც დავამაგროთ ეს კონტური განსაკუთრებით და ზოგიერთი დეტალიც კი ფიქრობ რომ საჭიროა რომ დამაგრდეს და მოკლედ ესე აღარ იქნება ესე მაინც გასწორდება მოკლედ. ხლაკით. მოკაჩოთ კარგად. ამას მოხსნი ცოტა აქეთ გავწევ რომ ეს შემდეგ აქეთ მხარეს გვინდა შემდეგ აი აქ სადღაც გვინდა შესვლა. თითქოს ნაბიჯს აკეთებთ, ესე ძალიან შორსაც ნუ წახვალთ, ხო? ბოლოს სადაც შესულხართ. აი აქ ვიყავი და ახლა ფაქტობრივად აქ გამოდის კი შესვლად. საკმაოდ
იცი ჭიდრო ის იყო თვლები გავაკეთე აი ესე მაგაც გზადაგზა მოგაჩეთ, თორემ მე მეჯობია თანაბრად იყოს ეს ყველა მიმაგრება. ყველა კბილანაში შევდივარ აი ამ მხარეს, ხო? ძაფი არის დაშორებული, მაგრამ კარგით იყოს უკვე ისია შესული, რომ განჭოლილი მაქვს უკვე ძაფი და ასე იყოს უკვე ერთხელ თუ ესე გავაკეთე, აი იქიდან რომ მოვედი, მაშინ იქ განჭოლე ეთყობა ძაფი. ახლა უკვე მოვედით ჩვენ ამ ადგილას, სადაც ნახეთ, ახლა კარგად თუ გინდათ რომ გაარჩიოთ, ცოტას მოვწევ. აი აქ გვაქვს ჩვენ ესეთი არკები, ხოთ კარგად გაარჩიეთ, ნახეთ. აი ესეც შეიძლება შეხედოთ და ესეც შეიძლება. მეგონი ეს არის ჩვენი სწორად, აი ესე თუ ამოვწევთ ეს არკა. აი ესე. ეხლა აქეთ მხარეს ამას მოვხსნით და შეგვიშლის ხელს. ეხლა აქეთ მოდით კარგად გავშალოთ. თუ არ ჩანს ესე აი თითით გამოვქაჩეთ, რომ აი ეს არის ჩვენი შემდეგი არკა. აი ესე. ეხლა აქეთ ეს ფაქტობრივად აქ არ ვტოვებ ახლა ამ კბილანებს, ყველა კბილანაში შევდივარ ჯერჯერობით. აი ეს შემდეგი აქ კიდევ აი ეს არის. აი ესე. შემდეგი არის აი ეს არკა. ხოთ აი ეს გამოვატარეთ. აი ეს. კარგად. ეხლა ამას მოვხსნი ამ კინძის თავსაც. აქაც. პრინციპში აქ შეგვიძლია ცოტა გადავახდეთ.
აქ ვიყავით, ხო? აი ეს ამაზეა დამაგრება, ხო? აქ შეგვიძლია გადავახდეთ ცოტა ერთი კვილანა გამოვტოვოთ. აი ესე. შემდეგი უკვე აი ესა გაქვთ. აი ეს. არკა. აი ეს. ნახეთ. გონი კარგად ჩაჭდა. და აქ აი ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩემი. მოდით არ გამოვტოვებ. აი აქ ხო ვიყავი და პირდაპირ აი აქ. რომ აი ეს არკაც გამოვიყენოთ. აი ეს. ეხლა აი ეს არკა. ოღონდ აქ უნდა გამოვიყოთ. ანუ რომ იქით წავიდეთ მე ხო? ვაგრძელებთ გასვლას ესე წინ. ცოტას მოვწერ კიდე. ესე. ეხლა აქ ჩვენ ეს ძაფიც გვაქვს, მაგრამ ფიქრობ რომ ეს უნდა მეყოს წესით. კარგით, ეს ძაფი იყოს ჯერჯერობით. თუ არ გვეყოფა, მაშინ აქ სადაც აღარ გვეყოფა, იქიდან რაც მივაბავ თუ არა და ამას უბრალოდ ჩავმალავთ შიგა მხარეს, ხო, აი ამ ძაფს. ეხლა აქეთ მხარეს იყოს რა შემეშალოს ხელი. ესე იგი აქეთ ვიყავი, ეხლა აქეთ მოდით აქ პირდაპირ ახლოში. ამ შორს არ წავალ მე ჯერჯერობით. აი ამ სადაც ეს ძაფის ბოლო ამოდის აი ამ თვალში. ესე გავაკეთოთ. ხოია აი ეს. ეს წესით ქვემოთ უნდა ჩავიდეს ყველა შემთხვევაში. მოდით ჩავიდე, იმიტომ რომ ხა ნიშლის საქმე ეს ხელს ეს. ახლა ეს ნახეთ გავიდა იქით. თან შიგნით, თან უკან. ეს. ესე. აქ გავაგრძელებ ახლა მოჩვეულებრივ. ამას მოვსვი. ფაქტიურად დიდ საქმეს აღარ გვიკეთებინ ეს კინძის თავები. ახლოს აი მაქსიმალურად ჭიდროდ უნდა წახვიდეთ და ეს არის სულ. ახლა მოდით აი ესე გავაკეთებ. აი ესე. ახლა აქეთ მხარ ეს ძაფი აქ მაინც ჩანს, მაგრამ არა უშავს. აი ეს გვინდა. ჭიდროდ იყოს და კარგად ლამაზად იქნება ფიქსირებული. ცოტა ძაფი დამრჩა. მგონი დამჭირდება იმ დანარჩენი ძაფის ბოლოს გამოყენება. ახლა აქ ფაქტიურად მთავრდება ახლა მე ეს ძაფი და აქამდე არ მეყოფა ფიქრობ. მოდით ამას ახლა აქეთ გამოვწევ. ხეთ აი სტაბეთ. აი ესე. საბოთ. და ესე და აი გამოვიტანე. და ეს ძალიან მოკლეა, ნამდვილად არ მეყოფა ესე ფიქრობ.
ვხვდით კიდევ ერთხელ. მომდევნო კრილანაში. აი ესე და აქ ახლა ჩვენ შევხედოთ რა გვაქვს. აქ არკები გვაქვს. მოდით ამას უბრალოდ ჩავიტან. აი ესე. ამოვაძროთ ეს ნემსი აღარ უნდა. აი ესე და უბრალოდ დავაფიქსირე. ეხლა აი ამ ძაფს რითიც ვაპირებ გაგრძელებას, ამას აი აქ გადავაბავ ამ ძაფის ბოლოზე. ამ ძაფის ბოლოს შემდეგ დავმალავთ უკვე. შიგნით იყოს შიგა ნაწილში. აი ესე. ეს შევმალოთ უბრალოდ ჯერჯერობით რომ არ შეგვეშალოს ხელი ამ ძაფის დაბოლოებამ და ამითი გავაგრძელოთ. თან დავაფიქსირე, ესეც დავაფიქსირე, ის რაც დამიმთავრდა, ისიც ფაქტიურად დავაფიქსირე იმ ადგილას. აი ეს ცოტა დარჩა. ეს ცოტა აწევ, რომ ეს ბოლო ადგილი კარგად გაჩვენოთ. კარგით. აქ დავაკავშირე. ახლა აქ ცოტა კიდე მინდა ერთხელ დავაკავშირო. აი ესე და ეს გამოვიტანე ხო პირიქით. ქვემოთ უნდა წავიდეთ ეს კავშირი რო იყო ის გამოვიდა ახლა ზემოთ. ეს რა თქმა უნდა ძალიან ისე არის. კარგად უნდა დაიმალოს ძაფის ბოლო სილადად. ეხლა მაშინ აი ეს რაც გაიწელა ხო ძაფი გავჭიმეთ იმაში ესე თავის ხვია რო გააკეთოს. აი ესე. ეხლა აქეთ. ახეთ აი ამაში. კარგით. ეხლა ვერ ხედავ მე იქ რა ხდება და ცოტა შორს არის. აქ ჩვენ მეგონი დავტოვეთ აი რაღაც ბადის მაგვარი. აი აქ გავაკეთებ ამ ბადის აი ამ ადგილას. აი ესე. ხეთ და დაიგრიხა ბადე. და ახლა ფაქტობრივად ჩვენ უკვე ამ ბურთულასთან დავაკავშირებთ და მორჩეს. მოვიღებ, იმიტომ რომ უნდა ცოტა მოვაბრუნო ხოლმე, რომ დავინახო ეს ადგილი, ხო? ახლა მინდა რომ აქაც დავაკავშირო, მაინც აი სადაც უკვე კავშირი მაქვს პრინციპში. აი აქ. მინდა მაინც კიდევ კავშირი. ისე. შემდეგი კრილანა ეს არის. და კიდევ ერთხელ განაისე. როგორც ვაკეთებ ხოლმე, სულ ერთნაირად ვაკეთებ. ხო, გაიჭირება ძაფი, მერე უკან წამოვიღებ ხოლმე, რომ გრეხვა მევიღო. ესე და აი ეს რაც გაიჭიმა, აქეთ. აი ესე. აქ კიდევ არის თვლები ჯერ. აქ ორ კედელში შევდივარ ახლა აი ღილაკის ესე ბურთულას ქვემოთ აქ ესე ორ კედლიანი ესეთი თვლებია. აქ ხედავთ ხო ეს კრილანა ჩანს მე მგონი კარგად. გამოკვეთილად. აი ესე. აქ მორჩით ხო აქ გაკეთებულია. ეხლა მოდით მაინც მოვატრიალებ მე, იმიტომ რომ ძალიან შორს არის ჩემგან და ცოტა მეჭირს აი ეს. აი აქ. აი ესე. ეხლა აქ უკან ხო აქ უკვე გრეხვა გაკეთებული. შემდეგი არის აი ეს.
ადგილი. უკან. აქ. მოჭიმოთ. შემდეგი არის აქ ერთი კვილი დარჩა ფაქტიურად. აი ეს კვანა და მორჩა. უბრალოდ აი ამასაც კინძის თავი მაქვს ჩარჭობილი, იმასაც გამოვიყენებ კავშირისთვის ფიქრობ. აი ესე. აქ კიდევ შეიძლება, აი ხედავთ ესეთი ძაფია გაჭემული და აი ესე. აქაც უკან მოვკაჩოთ და ეხლა აქ კედელი ისეთია, კედელთანაც შეიძლება აი ამ კედელთან კავშირის გაყიდეთ, ამას მოვაძრობ, რომ ეს თავისუფლად იყოს, ძალიან მოჭიმავთ. აი აქ ხო ვიყავით ერთ თვალს გამოტოვებ და მეორეში, აი ესე. ოკეი. უბრალოდ ეხლა იქით, იმიტომ რომ აქეთ უნდა წამოვიდე. საიტაც მიდიხართ, იმით საპირისპიროდ უნდა წაიღოთ, რომ ეს ლამაზად აქეთ დაიგრიხოს. ეხლა აი აქ როგორც გითხარით, ნიშნულ კინძის თავი, რატომღაც ნიშნულს ვეძახი. კინძის თავის ადგილას, ოღონდ აი ცოტა ნაპირში ჯობია, მთლად შიგნითაც არა, აი ეს. ხო, ეხლა იქით უნდა წავიდეთ, იმედად ჯერ ნახოთ, გამოვატარებ და აი ესე და აი ესე. ხო, იქით უნდა ყოფილიყო. კარგად იყო როგორც გავიგე. აი ესე და აი ახლა აი ამ ხედავთ პატარა კუთხე დარჩა გვერდით ნაწილს აი ესე. აქ მივამაგრებ ერთი თვალის გამოტოვებით აი აქ და აი ეს ერთის გამოტოვებით. ესე. ფაქტობრივად აქ გრიხვა ჭირდება, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ აი აქ დავაკავშირებ უკვე უკან. ეს შეერთების ადგილი ხო, ეს მნიშვნელოვანია. ჩანთის ყელი. აქ მინდა ორ ძაბში რომ შევიდე, როგორ მე აქ ერთ ძაბში შევედი ჯერჯერობით და კიდევ მეორეში და მაინც ბოლოს აქ დავაკავშირებ, იმიტომ აქ უფრო კარგად დაიმალება, ნახეთ როგორ ის აქვს კარგი მჭიდრო ნაკსოვი და აქ მოვიდეთ და ისევ ჩავიდეთ და მეზობელ თვალში. აი ფაქტიურად ეს არის ახლა ჩვენ რაც გვინდოდა. ოღონდ აქ რადგანაც მარყუში არ მინდოდა ჯერჯერობით, ის შიგნით გავაკეთებთ მარყუშს, აი ეს. კარგით, ეხლა მე მოვხსნი ამას უკვე, თან შევხედავთ ხო, როგორ გამოიყურება, მოდით დავშორდები. აი ესე. რა თავდაყირა მაქვს, მაგრამ არა უშავს. მოკეთ მოვხსნი ახლა ყველა კინძის თავებს, რაც დაგვრჩა კიდე. მაგრებები, ისინი გვერდებზეც იყო. და იმედი მაქვს, რომ მეორე მხარეს თქვენ თვითონ გაართმევთ თავს, მე გბრალთ ახლა გაჩვენებთ. აჰა, კიდევ გავრჩა, აქაც გქონდა და აქაც გქონდა. ყველაზე საინტერესო, როცა უკვე მზად არის. აქ მოხსენ მეგონი ხო ყველაფერს. აქაც კიდევ არის, არა. კარგით, აი ეს ჩემი ენოპლასტია ესეთია, კვადრატულია ახლა ფორმით, მაგრამ თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ აი ესეთია, ნახეთ რა ლამაზია, ძალიან კარგია. აი ნახეთ, აი ესეთი ჩანთა იქნება და ეს ჩაიკეცება გვერდები. აი ძალიან ლამაზია მართლა. კი, ბევრ დროს მოითხოვს და ენერგიას, მაგრამ ნამდვილად ღირს. აი მე მაგალითად ძალიან მომწონს ესეთი ორიგინალია. ძირი აქ ესეთი, აქაც რეზინოვანი ესეთი. და ეხლა უკანა მხარე გვექნება კიდევ და ესეც კარგად მე მგონი მიემაგრა აი ეს ადგილი. და მე ეხლა არ შეგეშინდეთ რომ ჯერ მიაქსოვეთ ეს ანუ აქეთა ნაწილიც
ეს ფრაგმენტები ყველაფერი და მერე ჩაუდგათ პლასტიკური ფირფი და ყველაფერი კარგად იქნება. შეგეშინდეთ ცოტა შევა მოუხერხებელი იყოს, მაგრამ ესე გახვალ გამოხვალ და ესე მიმაგრება, როცა იქნება საჭირო პლასტიკური ფირფიტის, ხო? ცოტა თხელი ძაფით ვფიქრობ, რომ ჯობია მივამაგროთ, რომ შეუმჩნეველი იყოს. ეხლა მე ცოტა ქვემოთ ჩავიდე და ესე კვანძებს გავუკეთებ და ქვემოთ ჩავიტან და დავმალოთ ეს ძაფის ბოლოც, ხო? კიდევ ერთხელ ჩავიტან. აქ ეხლა ხვდებით, სადაც ნაჩვენებია, იქ არ არის სასურველი, იქ მოჭრათ მაინდა-მაინც ძაფი. ამიტომ ნახეთ, ეხლა 1-3 კვანძი გავაკეთე უკვე, ხო, ეს ნამდვილად ეყოფა და აი აქეთ და სიღმეში გადავალ. ოდნავ. აი ეს. ხო, მეგონი ეყოფა აქ არ არის ისეთი პრობლემური ესა ნაწილი. მოუჭრე. კარგი, ეხლა აი ესენიც რა თქმა უნდა სასურველია რომ აი რაც ძაფის ბოლოები დაგვრჩა, ნახეთ. აქ ფინცის თავიც დაგვრჩა. ეს ყველაფერი დააფიქსიროთ, ანუ კვანძი იყოს გაკეთებული. მოდით გავაკეთებ აი აქ. ნახეთ ძაფის ბოლო მაქვს, რომელიც მტრიგ მოუხერხებელი იყო, როცა ვაკეთებდი. და ეხლა შეიძლება ამის ყველაფრის აი ესე თავის-თავში გავატარე. აი ესე და მაგ შეიძლება დამალვა. ერთ ძაფში მაინც გავატარებ. აი ესე. მორჩა. სადაც ესეთი მასიური კარგი ნაკსოვი გაქვთ, იქ ადვილია ამ ძაფის ბოლოების დამალვა ნამდვილად. არ არის პრობლემა. აი აქაც ეხლა ეს ცოტა სქელი აი ეს ნახია კარგი და აი ამას დავმალავდი ეხლა ამ ეტაპზე და მე ეხლა მინდა უფრო გაჩვენოთ როგორ დავალაგოთ ის მეორე მხარე, ხო? მეორე მხარეზეც ქონდა ფრაგმენტები. და კვანძი მინდა ჯერ მაინც კიდევ და მე აი ეს თავის-თავში რომ გაატაროთ, ეს არის კვანძი. აი ესე და აქ შევხედოთ. აი ეს. კიდევ შეიძლება ერთ ძაფში გავატაროთ. აი ეს. მორჩა. აქაც მოვჭრი. მოკლედ, აი აქაც ამაქვს. მოკლედ ამას მე გავაკეთებ. თქვენ უკვე მიხვდით როგორ გეხდება ხო? აი ეს. ხეთ ზემოდან დახედავთ ესეთი. ეხლა მეორე მხარე. აი ეს მხარე ხო გავაკეთეთ, ხო? ეხლა აქეთ მხარეს უნდა გავაკეთოთ და ეხლა იმის გამო რომ აქ უკვე ჩვენ ნაკსოვი გვაქვს, მაშინ თავისუფალი იყო ეს კარკასი და კარგად მოვარგე. ეხლა მოდით ეხლა მე ქვემოთ წიგნები მიდევს, ხო? ამ წიგნებიანად უნდა ესე იგი წიგნების ქვემოთ უნდა დადოთ ეს თქვენი ნაკსოვი, რაც მოგსოვეთ უკვე, ნახეთ, აი ესე. აი ესე. ეხლა ეს თქვენი წიგნები, იმიტომ რომ იგივე სისქე გექნებათ, რაც აქამდე გავაკეთეთ, ხო? აი ესე მოვწოდოთ, ხო? ეს წიგნები არ შეგიშლით თქვენ, აი მე წიგნები ისეთი სისქის მაქვს, რომ ზუსტად, ნახეთ, აი ზუსტად პირზე გამოდის აქ, აი სიმაღლე, აი ესე, ხო? დაშორება ისეთი აქვს, რომ აი როგორიც აი გვერდით აქ ჩვენ გარკვეული სისქე აქვს, ხო ჩვენ ჩანთაც. კარგი, ეხლა მივამაგროთ, აი როგორც გქონდა მემაგრებული, დაახლოებით ისევე, ეხლა მაშინ პირდაპირ გამზადებული გაჩვენეთ და ეხლა მოდით აი კუთხიდან, ესე რომ შეასვით, ხო? კუთხედი არ მნიშვნელოვანი. ისე კუთხეში, ნახეთ, აი ესე შევსვი. შემდეგი, ეხლა აქ აღარ გიდათ, მაინდა ერთი კინძის თავი საკმარისია. ეხლა ესე ცოტა მიადეთ კარგად, შეხედოთ. აი ესე, აქ სადაც ცენტრში. აი ესე. შემდეგ აქეთ კუთხეში, თუნდაც აქაც გავუკეთეთ, აი აქეთაც და იქითაც, მაგრამ ერთმანეთს შეუშლიან მე მგონი ეს კინძის თავები. მოდით მაინც ნახეთ ვარდება და ჯობია კარგად. აი აქ თქვა. კარგი, სულ აქ კი არ არის, აი ცოტა აქეთ შევსვა.
აი აქ. თორე დაიკავოს. აქაც ცოტა აქეთ. სადაც მჭიდროდ ნაქსოვი გაქვთ, იქ გააკეთეთ, უფრო კარგად, რომ ხვრელებში შეება გაძვრეს ეს. აი ესე. აგორე მიხვდით, ხო? ზემოთაც ნავყვეთ. აი აქ შეიძლება გვერდით. შემდეგ თავში. აი აქ. ეხლა აქეთ ხარე. შუაში ხო, შუა გავაკეთოთ. ქვემოთ. და კიდევ ერთი ესეთი მსხვილი მინდა, მაგრამ აღარ დავჭამ მეგონი მსხვილთავიანები, არა უშავს იყოს ცოტა. კიდე არის ერთი. აი ესეთი თავიანი. აი აქ. ეხლა ეს ყველაფერი, რაც იქით მხარეს გავაკეთე, ხო? აქედაც უნდა გავიმეოროთ, ხო? კი, დიდი ესეთი შრომატევადი საქმეა, მართალია, მაგრამ მე მაგალითად ძალიან მსიავნებს, თუ დრო გაქვთ, ძალიან კარგია. და ეხლა გავაკეთოთ აი ეს სხვა ორნამენტები დავსვათ, ხო?